საღამომშვიდობის ეთერშია მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ნინო სალუქაძე ვარ, ვაჯამებთ დღის მთავარ სიახლეებს. მაღალი რანგის შეხვედრები, ერთობლივი კომუნიკე და გაფორმებული მემორანდუმები, ასეთია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის შედეგები. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა, სადაც მთავარი განსახილველი თემა ორმხრივი კავშირების გაძლიერება იყო. მხარებს შორის გაფორმებული მემორანდუმები და ერთობლივი კომუნიკე ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომ განვითარებას უზრუნველყოფს. როგორ იყო საქართველოს დელეგაციის დღის წესრიგი ტაჯიკეთში? ანინა დარეიშვილის სიუჟეტიდან შეიტყობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში დასრულდა. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 32 წლიან ისტორიაში ეს უმაღლეს დონეზე განხორციელებული პირველი ოფიციალური ვიზიტია, რომელსაც როგორც თბილისში, ისე დუშანბეში ისტორიულ მოვლენად აფასებენ. ეს არის მთელი ისტორიის მანძილზე პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოსთან ტაჯიკეთში. შესაბამისად, ამ ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მთელი ამ ისტორიის მანძილზე სულ 3 შეთანხმება იყო ხელმოწერილი ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ჩვენ გულში ხელი მოვაწერეთ 11 სხვადასხვა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პარი პოლიტიკური თანამშრომლობის შენარჩუნება ტაჯიკეთის რესპუბლიკასთან. ასევე არის პერსპექტივა იმისათვის, რომ განვითარდეს ჩვენი ეკონომიკური, სავაჭრო თანამშრომლობა, ასევე თანამშრომლობა განათლების კულტურის სფეროში და ამ ყველაფერს ეხება ის შეთანხმებები, რომლებსაც მოვაწერეთ ხელი, ქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ტაჯიკეთის პრეზიდენტთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დელეგაციას ოფიციალური ცერემონიით დახვდნენ. შესრულდა საქართველოსა და ტაჯიკეთის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეხვედრები გამართა ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდასთან. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და აღნიშნეს, რომ უმაღლეს დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალ ეტაპს დაუდებს საფუძველს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაძლიერებას. ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრმა კოჰირ რასულზოდამ ვიზიტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ტაჯიკ და ქართულ ხალხებს შორის ურთიერთობა ყოველთვის ნდობასა და მეგობრობას ეფუძნებოდა. ეს ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნებისთვის. საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად გვეწვია ტაჯიკეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაიწერება ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში. ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ნდობას, პატივისცემას და გულწრფელობას. ტაჯიკი ხალხის გულში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ქართველებს, ბუნების, მდიდარი კულტურისა და ტრადიციების გამო. ქართველი მეგობრების წვლილი ტაჯიკეთის მეცნიერების, ჟანდაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სფეროებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩვენს ისტორიაში. ჩვენს შეხვედრას კიდევ ერთ მნიშვნელოვან დატვირთვას ძენს დუშანბეს ცენტრში ერთ-ერთი მთავარი გამზირის სახელწოდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ტაჯიკეთის ხელმძღვანელობას მასპინძლობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ტაჯიკეთის ისტორიულ მეგობრობას. პრემიერის განცხადებით, ორივე ქვეყანა მზად არის პარტნიორობისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ეს ისტორიული მომენტია. საქართველოსთან უმაღლესი დონის პირველი ოფიციალური ვიზიტი ხორციელდება ტაჯიკეთში. ჩვენი ერები, ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან ისტორიული ტრადიციებით, მეგობრობით და ჩვენი პასუხისმგებლობა მაქსიმუმი გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ჩვენ ამ მიზნისადმი ერთგულებას ვადასტურებთ. მინდა მადლობა გადავუხადო ტაჯიკეთს საქართველოს ეროვნული ინტერესების ძლიერი მხარდაჭერისა და დაცვისთვის. მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისთვის, რასაც საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონსაც შეხვდა. გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, სატრანსპორტო ლოგისტიკური პარტნიორობის, ტურიზმისა და კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირების განვითარების საკითხები. პატივცემული პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი იქნა დოკუმენტი, რომელიც გააძლიერებს საკანონმდებლო ბაზას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობითი ურთიერთობებისთვის. ეს დოკუმენტი მოიცავს საჰაერო კომუნიკაციას, სასოფლო-სამეურნეო დარგებს, ტურიზმს, ასევე მეცნიერებას, განათლებას, კულტურასა და სპორტს, კლიმატის ცვლილებებსა და სხვა საკითხებს. მოლაპარაკების დროს ჩვენ ხაზი გავუსვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება. ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები მოლაპარაკებების ცენტრალურ თემას წარმოადგენდა. ორივე ქვეყანას უდიდესი შესაძლებლობები გაგვაჩნია და ხაზგასმული იქნა ამ შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენების აუცილებლობა და ამ კონტექსტში ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტაჯიკეთი დაინტერესებულია თანამშრომლობის გაფართოებით მწვანე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, ასევე მრეწველობის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საკითხებით.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ უმაღლეს დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტი ორმხრივ თანამშრომლობას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ეს ვიზიტი თავის შინაარსში შეიძლება შეფასდეს როგორც ისტორიული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს საქართველოს-ტაჯიკეთის ორმხრივ ურთიერთობებს. კიდევ ერთხელ გამოხატავ მადლიერებას ტაჯიკეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მიმართ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანია ბუნებრივია ურთიერთობების შემდგომი აღრმავებისთვის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება, მუდმივი მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება და მშვილთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი პრეზიდენტი მოვიწვია საქართველოში ოფიციალურ ვიზიტით. საქართველოდან პირველი მაღალი დონის ვიზიტის პატივსაცემად დღეს ტაჯიკეთის დედაქალაქში ერთ-ერთ ქუჩას შოთა რუსთაველის სახელობის ქუჩა ეწოდა, ხოლო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა. აქ მოღვაწე ქართველებმა ესეთი ინიციატივა გამოთქვეს და ეს დარჩება საუკუნოდ ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ხალხების ცხოვრებაში, იმდენად რამდენადაც შოთა რუსთაველი მართლა აერთიანებს იმ იდეებს, რითიც მსოფლიო მშვიდობით, ხალხთა შორის სიყვარულით და ყველაფერი საუკეთესოთი და მაღალი ჰუმანისტური იდეებით გვაერთიანებს. მე იმედი მაქვს, რომ სხვა კულტურული მიმოცვლაც გვექნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების მზაობას ადასტურებს. სახელმწიფოები ხელმძღვანელობენ რა სუვერენიტეტის პატივისცემის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებით, თანმიმდევრულად განავითარებენ ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. აღინიშნა ტაჯიკეთს საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის საქმიანობის გააქტიურების აუცილებლობა. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა ყოველმხრივ გააღრმავონ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტრანზიტის და აგრარულ სფეროებში. ასევე მეცნიერებისა და განათლების, კულტურის, ტურიზმის, ჯანდაცვის, სპორტის და ახალგაზრდული პოლიტიკის დარგებში. მხარეები გააგრძელებენ თანამშრომლობის გამტკიცებას გაეროს, ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მხარეებმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გლობალური გამოწვევებისა და საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში. მხარეებმა დაადასტურეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პრიორიტეტულობა და გამოხატეს განზრახვა ხელი შეუწყონ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის ზრდას, ექსპორტისა და იმპორტის დივერსიფიკაციას, აგრარული, ინოვაციის და ენერგეტიკის სექტორების განვითარებას, სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორის ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად აღიარებასთან ერთად, მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და სატრანზიტო პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას. მემორანდუმი გააფორმა ასევე საგარეო საქმეთა მინისტრმაც, რომელიც ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, სიროჯიდინ მუჰრიდინს შეხვდა და მასთან შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება განიხილა. პირველად განხორციელდა ტაჯიკეთში მაღალი დონის ვიზიტი, უმაღლეს დონეზე ჩატარდა შეხვედრები ტაჯიკეთის ხელისუფლებასთან, ხელი მოეწერა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შეთანხმებებს, რაც გააჩენს ახალ შესაძლებლობებს ქვეყნებს შორის განვითარდეს ურთიერთობები. ტაჯიკეთი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით, მოცემულ გეოპოლიტიკურ გარემოში მათთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რასაც აკეთებს საქართველო და მათი ინტერესი რა თქმა უნდა არის საქართველოს გავლით მოხდეს ტაჯიკური ტვირთების გადაზიდვა და ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარება. ჩვენ ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომ ჩამოყალიბდება ეკონომიკური კომისია. ეს არის ყოველთვის კარგი შესაძლებლობა, რომ ეკონომიკური სავაჭრო საკითხები იყოს განხილული უკვე ინსტიტუციურად ეკონომიკური კომისიის ფარგლებში. ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქრივიშვილმა სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი. დოკუმენტები ტურიზმის სფეროში, საჰაერო მიმოსვლისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათა შორისი კომისიის შექმნის შეთანხმებებს მოიცავს. შეხვედრების ფარგლებში ერთი მხრივ ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომელიც გაამყარებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს, ასევე ხელი მოეწერა საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებას, რომელიც დარწმუნებული ვართ, რომ იქნება წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ აჩქარდეს დედაქალაქ შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. დიდი ყურადღება დაეთმო ტურიზმის სექტორში ჩვენ ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლის ხაზგასმას, როგორც დამაკავშირებელი როლი აზიასა და ევროპას შორის.
ვიზიტის შედეგებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ხელმოწერილ შეთანხმებებსა და მემორანდუმებს. მათ შორის ტურიზმის, საჰაერო მიმოსვლისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით. ასევე გაფორმდა შეთანხმებები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძვლებს კიდევ უფრო გააძლიერებს. ქართული ოცნების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული შეხვედრები დაასრულა. რიგით მე-10 კონფერენცია წყალტუბოში გაიმართა, სადაც იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ღია დისკუსია შედგა. კონფერენციაზე ახალგაზრდებთან ერთად ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, განხლებისა და დასაქმების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდა ცოტნე ივანიშვილი. კონფერენციების მთავარ მიზანს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და არსებული გამოწვევების ერთობლივი გადაჭრა წარმოადგენს. დასკვნითი ღონისძიება თბილისში გაიმართება. ახალგაზრდების მზარდი რაოდენობა განათლების მისაღებად სხვადასხვა დიდ ქალაქებში გაედინებიან, იქვე საქმდებიან და შემდეგ პატარა რაიონებში აღარ ბრუნდებიან, რომ თავიანთი მიღებული ცოდნა მოახმარონ რაიონს. მე მაინტერესებს კონკრეტულად თქვენ რა ნაბიჯებით უზრუნველყოფთ, რომ რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჰქონდეს განათლებისა და დასაქმების ფართო შესაძლებლობა. არ შემიძლია არ აღვნიშნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის 100%-იანი ქველმოქმედება არის და ერთ-ერთი გამორჩეული უნივერსიტეტი არის არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში და მე ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ბევრგან მინახავს უნივერსიტეტები. როდესაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიუში ვიმყოფებოდი, აი მართლა აღფრთოვანებული ვიყავი იმ სილამაზით, იმ ყველაფრით, რაც იქ არის გაკეთებული და ერთ-ერთი გამორჩეული და საუკეთესო უნივერსიტეტი არის. მე აქედან მინდა რომ მადლობა გადაუხადო ბატონ ბინძინას და მის ოჯახს, მადლობა მინდა უთხრა ცოტნეს, იმიტომ რომ შესანიშნავი საქმე გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის. ხშირად გადაწყვეტილებები, რომლებიც ახალგაზრდებს ეხება, მათი მონაწილეობის გარეშე ხდება და რა გზით შეიძლება მათი ჩართულობა ამ გადაწყვეტილებების მიღებაში. როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდული საბჭოები ფინანსდება მერიებისგან. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ერთად დავწყდეთ, შევიმუშაოთ გარკვეული პროექტები და შემდეგ წარუდგინოთ მუნიციპალიტეტებს, მერიებს, დავაფინანსოთ აქედან და შემდეგ ჩვენს თანატოლებს ძალიან მაგარ ახალგაზრდებს ძალიან მაგარი პროექტები შევთავაზოთ. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება კი გახლავთ უკვე ახალგაზრდული სივრცეების არსებობა, სადაც ჩვენ შეგვეძლება რომ შევიკრიბოთ, დავამუშაოთ ეს იდეები, გამოწვევები დავამუშაოთ, ერთ და იგივე რაღაცა პროექტად ჩამოვაყალიბოთ და შემდეგ ხელისუფლებას შევთავაზოთ. ვცდილობთ განმოვითაროთ ჭიათურა როგორც ტურისტული ქალაქი და მოვიზიდოთ უცხოელი სტუმრები, უცხოელი მეგობრები. ყველანაირად ვცდილობთ ამის განვითარებას და გვაქვს სერტიფიცირებული გიდების პრობლემა. თუ არის შესაძლებელი რომ მულტიფუნქციურ ცენტრთან კავშირი დაამყაროთ, ვინმე აი სერტიფიცირებული გიდები, რომელსაც შეუძლია სხვების გადამზადება, ისინი მოიწვიოთ და რამოდენიმე ახალგაზრდა თუნდაც დიდი რომ გადაგვამზადოთ, რომ ჩვენი ქალაქი უფრო ცნობადი გავხადოთ. აუცილებელია, რომ ყველა ქალაქში, რომელიც ტურისტულ ცენტრად ითვლება, მოხდეს მსგავსი პროექტის განხორციელება. ჩვენ შეგვიძლია, რომ გიშვამდგომლოთ მსგავს პროფესიონალებთან და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში ჩატარდეს გადამზადებითი ტრენინგი, რათა თქვენ და თქვენაირი დაინტერესებულ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ იყვნენ სერტიფიცირებული გიდები და გაუზიარონ თავიანთი პროფესიული გამოცდილება სხვა ადამიანებს. გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია, ისაუბრეს დასაქმებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, ასევე ისაუბრეს ახალგაზრდულ სივრცეებზე, ისაუბრეს განათლების რეფორმაზე და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ნაყოფიერი შედეგი, ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა. ვიცით, რომ რეგიონებში ეს ბოლო შეხვედრა არის ამ მასშტაბით, ასევე ჩვენ თბილისში 23-ში ვფიქრობდით შეხვედრას, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი მსურველი არის, შეიძლება გადავწიოთ ეს შეხვედრა თვის ბოლოსკენ და დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში, იმიტომ რომ უკვე ვიცით, რომ QR კოდის საშუალებით ბევრი ადამიანი რეგისტრირდება და შევეცდებით, რომ მაქსიმალური რაოდენობით დავასწროთ ახალგაზრდები. თითოეულ ჩვენთაგანმა კარგად უნდა ვიცოდეთ თუ რა რიგი პრობლემები დგას ჩვენს რაიონებში და რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, რომ რეაგირებაც შესაბამისი მოყვება და მიეცემა ჩვენს ახალგაზრდებს ეს იქნება სპორტულ თვალსაზრისით თუ სხვა კუთხით განვითარების საშუალება და რა თქმა უნდა ჩემიც და თითოეული მათგანი სრული არის, რომ რაიონებში მეტი ახალგაზრდა დარჩეს და მათ ჰქონდეთ კარგად ცხოვრების საშუალება. როგორც გამოიკვეთა, ახალგაზრდებს განსაკუთრებით ჭირდებათ ახალგაზრდული სივრცეები რეგიონში, რადგან ისინი შეიკრიბებიან, შეძლებენ სხვადასხვა იდეების დაგენერირებას. მოგვიანებით კი, როდესაც დაუბრუნდებით რეგიონებს, გაგვიზიარებენ თავიანთ ხედვებს, თუ როგორ განავითარონ და გააძლიერონ საკუთარი რეგიონები.
სოფელ გოროვანისა და ქალაქ დუშეთის სპორტულ კლუბებს ახალი ინვენტარი გადაეცათ. სპორტული ინვენტარის საჭიროების შესახებ ცნობილი საგურამოში ქართული ცნობის ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე გახდა, სადაც მცხეთა-მთიანეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ერთ-ერთი პრობლემად სწორედ ინვენტარის არარსებობა დაასახელეს. კლუბებს ახალი აღჭურვილობა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა და ბორდის წევრმა დავით ბოდაველმა პირადად გადასცეს. სპორტში უდიდესი ტრადიცია გვაქვს ქართველებს და განსაკუთრებით რეგიონებიდან ძალიან კარგი ახალგაზრდები მოდიან და მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად გაგრძელდება სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ისედაც უკვე უამრავი შენობა ნაგებობა აშენდა ამ მიმართულებით. სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დუშეთში ამოვიტანეთ დღეს ტატამი, ბავშვებს გადაეცათ ასევე კიმანოები. და ძალიან მოხარულები არიან. სულ რამოდენიმე ხნის წინ მქონდა შეხვედრა ბატონ ვარლამ ლიპარტელიანთან, სადაც ჩვენ ვთხოვეთ იმის შესახებ, რომ გვესაჭიროებდა სპორტული ინვენტარი, რაზეც მან თანხმობა გაგვიცხადა და უახლოეს პერიოდში გადმოგცა ეს სპორტული ინვენტარი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გვერდადგომისთვის, მომავალი თაობის გახარებისთვის და უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, რომელიც აადგება აუცილებლად ამ ბავშვებს. დიდი мотиваციაა ჩვენთვის მათი საჩუქარი. პატარებსაც დიდ мотивაციას აძლევენ ჩვენს და გვიხარია ესეთი მიდგომები ჩვენს მიმართ და კარგია რომ მოდიან და ესე გვაფასებენ. განათლების სამინისტრომ სასკოლო ფორმების შესყიდვის პროცესი დაასრულა. 1,800,000-ზე მეტი სასკოლო ფორმა ჩინეთში მდებარე სამკერვალოში შეიკერება. საგანმანათლებლო რესურსებმა ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ჯანსაღი და ორგანიზებული სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით 2026-27 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება. სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები ფორმებს სახელმწიფო დაფინანსებით სრულად უფასოდ მიიღებენ. სკოლებში ფორმების მიწოდება 3 ეტაპად მოხდება. დეტალებით ბორენა ონიანი. სამართლიანი და თანასწორი გარემო ბავშვებისთვის. სასკოლო ფორმების შესყიდვის პროცედურა დასრულებულია. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის 1,801,000 ერთეულ სასკოლო ფორმას Glory Textile Industry შეკერავს. შესაბამისი ხელშეკრულება კომპანიასთან გაფორმდა. 15 სექტემბრიდან 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ფორმების ტარება სავალდებულო იქნება. პრემიერ-მინისტრის შეფასებით ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და საქართველოში სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის უზრუნველყოფილი იქნება. ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი თვალსაზრისით ამაზე ბევრი გვისაუბრია, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და მნიშვნელოვანია, რომ თვითონ პროცედურები დასრულდა, რის საფუძველზეც საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის, ეს ყველა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. სასკოლო ფორმების მიწოდება სკოლებისთვის 3 ეტაპად განხორციელდება. საგანმანათლებლო რესურსებს ფორმების გამარტივებული წესით შესყიდვა შეუძლიათ. გაფორმდა ხელშეკრულება განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შეპესე განათლების რესურსებსა და ბაზრის კვლევაში გამარჯვებულ კომპანიას შორის, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმების შეკერვა დაწყებით ეტაპზე 1-დან მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის. საზოგადოებას ზაფხულის პერიოდში დეტალურად მიეწოდება ინფორმაცია ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, რომელ ადგილებში რა განრიგით მოხდება ამ ფორმების რეალიზაცია. შესაბამისად აღნიშნულის თაობაზე ჩვენ საზოგადოებასთან გვექნება დეტალური კომუნიკაცია. ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოში რეგისტრირებულ ჩინურ კომპანიასთან, რომელიც 1,801,000 ერთეულ სასკოლო ფორმას ჩინეთში დაამზადებს, ხოლო მისი მოწოდება საქართველოში 3 ეტაპად განხორციელდება. სასკოლო ფორმის დიზაინი კლასიკურია. ბიჭებისთვის სასკოლო ფორმად პიჯაკი და შარვალი განისაზღვრა. გოგონებისთვის კი პიჯაკთან ერთად შარვალი და 2 სხვადასხვა ზომის ქვედა ბოლო. სიახლეს მიესალმებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები. პედაგოგები მიიჩნევენ, რომ ფორმები თანასწორ, ჯანსაღ და ორგანიზებულ სასწავლო გარემოს შექმნის. შინაგანა წესი ძირითადად ისეაც ავალდებულებდა მოსწავლეს, ერთ-ერთ ვალდებულებად იყო გაწერილი, რომ მოსწავლე უნდა გამოცხადებული იყოს სკოლაში, შესაბამისად ჩართული, მაგრამ
მაგრამ ეს დეფინიცია იმდენად ზოგადი იყო, რომ ხშირად როდესაც შენიშვნა მიგწია მოსწავლისთვის, ჩემცაც ხშირად როგორც დირექტორისთვის უკითხავთ, რომ აი სად წერია, რომ მე ვთქვათ შესაბამისად ჩაცმული არა ვარ, ხორმა გააჩენს სკოლაში თანასწორობის გადას, სასკოლო კულტურას გააძლიერებს, ბავშვის მიკუთვნილობას ის კონკრეტული სკოლისათვის, მოსწავლის უსაფრთხოებისთვის, მოსწავლის ვთქვათ იგივე სოციალური თანასწორობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ფორმას და მე ვფიქრობ, რომ ისინი ლამაზად და ესთეტიურად იქნებიან ჩაცმულები და ეს სულაც არ არის ცუდი. ფორმების შემოღებას მიესალმებიან მშობლები. აღნიშნავენ, რომ ფორმების შეძენა მათთვის უფრო ბიუჯეტური და პრაქტიკული იქნება. ძალიან კარგია ფორმების შემოღება, იმიტომ რომ ეს შექმნის დადებით ჯანსაღ სასწავლო პროცესს და ასევე სოციალური განსხვავებების შემცირებას, რაც კლასში და სკოლებში არსებობს. მოხარული ვარ ძალიან, რომ ჩემს ორივე შვილს ეს სკოლის ფორმები ეწევათ. დაწყებით კლასებში ფორმების შემოღება ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის ერთ-ერთი მიმართულებაა. რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო 60,000 და ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს ფორმას უფასოდ გადასცემს. ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნავსადგურის ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა წარადგინა, რომელიც ზაფხულის განმავლობაში დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე იზრუნებს. რეგიონში უკვე მობილიზებულია დამატებითი საპოლიციო და სამაშველო ძალები. სანაპირო დაცვა კი საზღვაო სივრცის 24 საათიან მონიტორინგს განახორციელებს. ღონისძიებას, რომელიც ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე გაიმართა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორ ხდება ბათუმი ტურისტულ სეზონს, გურანდა ბილიხოიძე ამბობთ. ზაფხულის აქტიურ სეზონს ბათუმი ოფიციალურად შეხვდა. ზღვისპირა ქალაქში ტურისტული და საზღვაო სეზონის გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნავსადგურის ტერიტორიაზე გამართული ღონისძიებით აღნიშნა. ადგილზე წარმოდგენილი იყო სამინისტროს ტექნიკა და აღჭურვილობა, რომელიც ზაფხულის განმავლობაში მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოებაზე იზრუნებს. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ მიმართეს. მათი განცხადებით რეგიონი ტურისტების მისაღებად სრულ მზადყოფნაშია. უსაფრთხოების უზრუნველყოფა კი მთავარ პრიორიტეტად რჩება. აჭარაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ტურისტულ სეზონს ხდება სრული მზადყოფნით. რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვისთვის დამატებით საპოლიციო და სამაშველო ძალები უკვე მობილიზებულია მიმდინარე ტურისტულ სეზონს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ხდება განახლებული ტექნიკური საშუალებებით და თანამედროვე აღჭურვილობით, რაც მოგცემს შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, რომ უფრო მაღალი სტანდარტით უზრუნველყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოება, მოგეხსენებათ განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე რეგიონში აჭარაში ყავს მილიონობით ვიზიტორი, შესაბამისად ჩვენთვის თავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სწორედ საზოგადოებრივი უსაფრთხოება. ზარდ ტურისტულ ნაკადთან ერთად აჭარაში დამატებითი საპოლიციო და სამაშველო ძალებიც უკვე მობილიზებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთელი სეზონის განმავლობაში სხვადასხვა დანაყოფი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს, რათა როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელ ვიზიტორებს უსაფრთხო გარემო დახვდეთ. ბათუმი არის სრულად მზად ტურისტული, საზაფხულო ტურისტული სეზონისათვის განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი ტურისტული პროდუქტებით, განახლებული სერვისებით, შესაძლებლობებით და რა თქმა უნდა, თავისი განსაკუთრებული სტუმართმასპინძლობით. ზუსტად ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა, რაც დაფუძნებული არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერეზე, უსაფრთხოებაზე, წარმატებაზე და ხვალიდელ დღეზე. როცა ჩვენ საუბრობთ უსაფრთხო ქვეყანაზე, ტურიზმზე, განვითარებაზე, ცნობადობის ამაღლებაზე, თითოეული პოლიციელის როლი არის განსაკუთრებული. ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახლოდან გაცნობოდნენ საპატრულო პოლიციის, სანაპირო დაცვისა და მაშველების შესაძლებლობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზოგადოებრივი წესრიგისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვას. განსაკუთრებით კი იმ ლოკაციებზე, სადაც დამსვენებელთა ყველაზე დიდი ნაკადია მოსალოდნელი. საზღვაო სეზონს საპატრულო პოლიცია სრულ მზადყოფნაში ხდება. აჭარაში მომატებული ტურისტული ნაკადის ფონზე ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ როგორც საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა, ისე ტექნიკური რესურსი. შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვა დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით მაქსიმალურად უზრუნველყოფთ როგორც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, ისე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, რათა თითოეულმა მოქალაქემ, როგორც ადგილობრივმა, ასევე რეგიონის სტუმარმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. ჩვენ სრული მზადყოფნით 24 საათის განმავლობაში ვაკონტროლებთ სანაპირო ზოლს.
გასულ წელს სატესტო რეჟიმში გამოყენებული იქნა დრონები, რომლებიც ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა მუშაობის ხარისხზე. წელს მოხდა პირადი შემადგენლობის გადამზადება, ეხლა გვყავს მაღალი კვალიფიციის მქონე პირადი შემადგენლობა, რომლებიც პროფესიულ დონეზე იყენებენ დრონებს. შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთხოების დაცვაზე სანაპირო დაცვის ეკიპაჟები იზრუნებენ. შესაბამისი დანაყოფების საზღვაო სივრცის მონიტორინგს მთელი სეზონის განმავლობაში განახორციელებენ. მაშველები დამსვენებლებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ სანაპირო ზოლზე რეაგირების ჯგუფები სრული მზადყოფნით იმუშავებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სრულ მზადყოფნაშია. ჩვენი ჯგუფები მუდმივად მორიგეობენ სანაპირო ზოლზე და აღჭურვილნი არიან ყველა საჭირო სამაშველო საშუალებით, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს დროული რეაგირება. თუმცა მოგეხსენებათ არანაკლებ მნიშვნელოვანია მოქალაქეთა პასუხისმგებლობაც. შესაბამისად დამსვენებლებს მინდა მოუწოდო, რომ გაურთხილენ როგორც საკუთარ ისე სხვის სიცოცხლეს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად და საჭიროების შემთხვევაში დაემორჩილონ სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მითითებებს. ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნით ბათუმი კიდევ ერთხელ იქცა იმ ქალაქად, სადაც ზაფხულის მთავარი ცხოვრება იწყება. პასუხისმგებელი უწყებები კი აცხადებენ, რომ უსაფრთხო და მშვიდი გარემოს უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო რესურსი უკვე მობილიზებულია. მასშტაბური სამედიცინო აქცია რუხში კამპანიის ფარგლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ და აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვებმა უფასო კვლევებითა და ექიმების კონსულტაციებით ისარგებლეს. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთობლივი კამპანია დაავადებების ადრეულ პრევენციას და ხარისხიან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე პროცესს ჯანდაცვის მინისტრი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პირადად დაესწრნენ. შორენა არაშიძე ამბობთ. ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მასშტაბური უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა, რომლის მთავარი მიზანი მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის მნიშვნელობის გაზრდა, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაა. სამედიცინო აქციას დაესწრნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფელია, ის ყველაზე ახლოს მდებარე და განსაკუთრებულია როლი და დანიშნულება, ფუნქცია ზოგადად ასეთი სერვისების ხელმისაწვდომობისა სწორედ ამ ლოკაციაზე. ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე წარმატებულია ერთმნიშვნელოვნად, ეს იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ დიდია მომართვიანობაც, საკმაოდ დიდია ინტერესიც. ერთიანი სამთავრობო მიდგომი ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს ზრუნვას და მათთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფისკენ მიმართულ ნაბიჯებს, რაც ნამდვილად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის დობის აღდგენისა და შერიგების გზაზე. აქციის ფარგლებში მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ უფასოდ ჩაეტარებინათ სკრინინგული კვლევები ძუძუს საშვილოსნოს, ყელის, სწორი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს, ასევე ბედა C ჰეპატიტებისა და ჰიპერტენზიის მიმართულებით. რუხში გამართული აქცია იმ ფართომასშტაბიან სკრინინგის კამპანიის ნაწილია, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. მნიშვნელოვანია, რომ ტრადიციულ და სტანდარტულ აქტივობებთან ერთად, როგორც არის ძუძუს კიბოს სკრინინგი, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, BC ჰეპატიტი A ინფექცია შიცი, სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგი და ჰიპერტენზიის სკრინინგი აღნიშნულ ღონისძიებებს რუხის საავადმყოფომ დაამატა არაერთი მომსახურება, რომელსაც დღეს მოსახლეობა მიიღებს უსასყიდლოდ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვთა ჯანმრთელობას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად იყო ჩართული ღონისძიებაში, რის შედეგადაც აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უფასოდ ჩაუტარდათ პედიატრიული კონსულტაციები და აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევები. მივიღეთ სხვადასხვა ასაკის პაციენტები, მათ ჩაუტარდათ ექიმის უფასო კონსულტაცია და უფასო გამოკვლევები. შესაბამისად, პედიატრიული დეპარტამენტის გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ დღეს პირველად მივიღეთ აქციაში მონაწილეობა და გავსინჯეთ ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი პაციენტები. მივიღეთ ინფორმაცია ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი დღეს რაც ჩაგვიტარდა სკრინინგი, ბავშვების ჯანმრთელობის კვლევა იყო ძალიან კარგი ინფორმაციული თვალსაზრისითაც და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. უფასო სამედიცინო აქციები ხელს უწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაავადებების დროულ გამოვლენას და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველოს ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონული წარმომადგენლობა გახსნა. რიგით მეშვიდე ოფისის პრეზენტაციაზე პარტიის ლიდერებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. მათთან ქვეყნის სტაბილურობისთვის ნეიტრალიტეტის იდეის როლსა და რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრეს. პარტიის წევრების განცხადებით ახალი სივრცე მოქალაქეებთან აქტიური დიალოგისთვის იმუშავებს. იმისათვის ჩვენ არ აღმოჩნდეთ არასდროს დიდი მოთამაშეების დაპირისპირების პოლიგონი, ჩვენ არ გადავიქცეთ საზარბაზნე ხორცად, არამედ ვიფიქროთ როგორ განვავითაროთ უკეთესად ჩვენი რეგიონები, ჩვენი ქვეყანა, როგორ გავაძლიეროთ ახალციხეს, სამცხე-ჯავახეთს მისი გეოგრაფიული მდებარეობა ყოველთვის ხელს უწყობდა, რომ ქონოდა კარგი კულტურული, სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან. ახლა სამცხე-ჯავახეთი არის მრავალეთნიკური რეგიონი და ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება, გაძლიერება და განვითარება. რისი გარანტიც არის ნეიტრალიტეტი და ამაში დარწმუნდნენ ადგილობრივი მოსახლეობაც და იმიტომაც იყო შესაბამისად ასეთი მაღალი აქტიურობა და მხარდაჭერა ამ იდეის მიმართ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ პარტიული სტრუქტურა შენდება, ძლიერდება, უკვე მეშვიდე ოფისი არის, რაც იმის დასტურია რომ ერთი რომ ადამიანებს მართლაც არა მარტო მოწონთ, არამედ სრულად იზიარებენ ჩვენ იდეას ნეიტრალიტეტის შესახებ და მეორეც მინდა გითხრათ რომ ჩვენ მზათა ვართ ყველა რეგიონში, ეს მეშვიდე რეგიონი გახლავთ, ყველა რეგიონში გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა იმისათვის რომ უფრო მეტი მხარდაჭერი შევიძინოთ. ყოველ შეხვედრაზე ვამჩნევთ იმ დიდ ენთუზიაზმს და ინტერესს, რასაც ადგილობრივ მოსახლეობაში ნეიტრალიტეტის იდეა იწვევს. ეს იდეა ზოგადად არის ქვემოდან ზემოთ ნაკარნახევი და სწორ ხალხის დაკვეთა იყო ის რომ ქვეყანას ყოლოდა ისეთი პოლიტიკური პარტიები და კლასი რომელიც არა გარედან იმართება არამედ ხელმძღვანელობს ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან და მათთვის სწორედ ჩვენი სამშობლოს ეროვნული ინტერესები არის ამომავალი წერტილი. მობრძანებული სტუმრების რაოდენობით მათელია რომ ეს იდეა დროულია ქალაქ ახალციხისთვის, სამცხე-ჯავახეთისთვის, როგორც მთლიან საქართველოსთვის და მოხარული ვართ რომ დაიწყო ეს მოძრაობა ჩვენს რეგიონში. იყო ხალხმრავლობა, იმდენი ადამიანიც კი მოვიდა რომ გათვლაც არ იყო ამდენ ადამიანზე, შესაბამისად ძალიან მოხარულები ვართ ამ აქტიურობით ამ ჩართვით. ახალციხე შემოვერთდა ამ დიდ გუნდს, რასაც ერთიანი ნეიტრალური საქართველო ქვია, მთელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და მოხარულები ვართ, როგორც ახალ ძალას, როგორც ახალ შემართებას, ისე ვიღებთ ამ ყველაფერს. საქართველოდან იტალიაში ინტერპოლის წითელი ცირკულარი ძებნილი პირის ექსტრადაცია განხორციელდა. მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობის და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე ძებნილი პირი ქართულმა სამართალდამცველებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს. ბრალდებული მიგრანტების არალეგალურ გადაყვანას ფულად გზავნილებსა და საზღვაო ტრანსპორტის მძღოლების ნავიგაციას კოორდინირებდა. ძებნილი პირი იტალიურ მხარეს უკვე გადაეცა. ამავე დაჯგუფების კიდევ ერთი ლიდერი იტალიაში ექსტრადაციის მიზნით უკვე დაკავებულია და მის მიმართ საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს. იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძებით დადგენილია, რომ 2011-19 წლებში ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში ძებნილი პირი მონაწილეობდა მიგრანტების უკანონო გადაყვანაში თურქეთისა და საბერძნეთის გავლით იტალიის ტერიტორიაზე. მისი სავარაუდო ფუნქცია მოიცავდა ფულად გზავნილებთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას, მოქალაქეების დანაშაულებრივ დაჯგუფებაში ჩართვა საზღვაო ტრანსპორტის მძღოლებად, მათ მომზადებასა და ნავიგაციასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციას. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული პირის იტალიის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დასაშვებად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით. 2026 წლის 10 ივნისს კი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება ძებნილი პირის იტალიის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ, რის შემდგომაც ძებნილი პირი სპეციალური პენტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ გადაეცა იტალიის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს. აღსანიშნავია, რომ იტალიაში ექსტრადიციის მიზნით ასევე დაკავებულია ამავე ორგანიზებული დაჯგუფების სხვა ლიდერი და მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები. ასეთი იყო დღის მთავარი სიახლეები, მადლობა რომ გვიყურეთ, ნახვამდის.